იქნება თუ არა აკადემიის ელექტრომაგნიტური ველი სოცხალე არ არის. აი ეს შედასაც სამშინაურს ვეძახით, ეს არის ელექტრომაგნიტური ველი. ანუ ის ენერგია მთლიანად არის ველი. და საერთოდ ყველაფერი არის, იმიტომ კი შექმნა მე გარემომავალი გენეტიკა, გაიგეთ ხო? ტალღური გენეტიკა. ყველაფერი აბსოლუტურად ტალღაა. დღეს ნებისმიერმა კარგმა ფიზიკოსმა იცის, რომ ატომი არ არსებობს. იქნება იმ მომენტში, რომ წააკვირდები. თუ არ აკვირდები, ის არ არსებობს. საინტერესოა რა? კვანტური ფიზიკა მის დაამტკიცა. ნებისმიერი მცირე ნაწილი. როგორც კი არ აკვირდები, ის ტალღად იქცევა. ესე იგი საწყისი ყველაფრის არის ტალღა. გამოდის, რომ აზრი მართავს ყველაფერს და აზრი ქმნის ყველაფერს. გამოდის, რომ შენ ხარ აზრი, მეტი არაფერი. აბსოლუტურად. და ეს იცოდა ქემიის ეპოქაში, ქემიის ეპოქა, იცით რომელიც არის ნამდვილ ეგვიპტეში, სანამ ბერძნები და რომაელები შევიტოვდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე. იქ არის აღწერილი, რომ ადამიანის სხეულს აქვს ორეული. ამ ორეულში ორი გველი დადის, რომელმაც ყველაფერი იცის ამ ადამიანის შესახებ. ეს ორეული ერთ-ერთზე გავს ადამიანს და გეუბნება. აი თუ შენი ხა არის ადამიანის სხეული ფიზიკური და ამანტყობს და თხოვე კას. აი ეს არის ეთერული სხეული. თხოვე კას მოეფერე, შეიყვარე და შენი ხა გამოჯამთელდება. და უგვიდეთ რამ ხელას აუცრება, არ არის აუცრება. აი ეს პოზიცია გამოიყენა გარეაევმა, მეტი კი არაფერი. და იცით, სანამ მოკლავდნენ, 80 წლის კალკულები ამოუყვანა. მეტი რა უნდა გაიკეთებინა. გენის გადაწერა ხერხდება. შეცვლა მთლიანად შეგიძლია. ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, შენ თუ იცი მექანიზმები. ეს არის შესაქმნის მექანიზმები. სინამდვილეში რეალობაში მაგია არ არსებობს ხალხო. მაგია ეს არის იდიოტისთვის გაუცნობიერებლობა, მეტი არაფერი. როგორც კი აცნობიერები მაგიას, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკა. ეს არის მეცნიერება, ეს არის სწორი, ეს ხდება და ხდება არა შემთხვევით. იმასაც ცაში შეკრება, მიწაზე შეიკრება და რადგან ცაში გახსნი, მიწაზეც გაიხსნება. ეს ერმესის სრული პრინციპი არ გეგონოთ, რომ სახარებიდან არის, სახარებაში არის ეს. მაგრამ სახარებამდე 1000 წლის წინ იყო დაწერილი. ახალი არაფერია მაგაში. მეხარა ხდება. უამრავი ადამიანის გამოკითხვაა ჩატარებული, სხვადასხვის მოუდი ერთ-ერთი იცით ალბათ. მოუდიც იმისი აქვეა CERN-ს დაკვეთით მუშაობდა და აკეთებდა ამ ექსპერიმენტებს. მეცნიერებლებთან შეხვედრებსაც აკეთებდა. ამის გაკეთება არ არის დიდი პრობლემა. კეთდება კაბინა, რომელშიც შეხვდა მეორე მხრიდან გამოდის და ეს მეთოდიკა აღწერილია ჯერ კიდე ძველ აი ქიმიის ეპოქის ეგვიპტეში. აღწერილია როგორ უნდა გააკეთო, რომ ის მოვიდეს და შენ დაელაპარაკო მას ჩვეულებრივ. და ძალიან საინტერესო რამ ხდება. ჩატარებული 10,000-ობით ადამიანზე ექსპერიმენტი. ყველაზე საინტერესოს ბოლო ექსპერიმენტი იყო, რომელიც 2017 წლებში ჩატარდა ჯერ ბერლინში და მე 14 სხვადასხვა რეანიმაციაში. აი შეაკრავდნენ წარწერებს, ოღონდ ისე რომ წარწერები იყო ზემოთ ამ ხარეს, კომოდან არ ჩანდა, არ იკითხებოდა ოთახში. ოთახში სადაც რეანიმაციაში რა. და ყველა კომაში გასულმა ყველა წაიკითხა რა ეწერა იქ. ანუ გამოვიდა რუსხეულიდან გამოვიდა და წაიკითხა. მაგრამ ვერ წაიკითხა და შანსი არ იყო, ჭერზე იყო აკროლი და იმეთო. ანუ ზემოდან ხომ და ეხედა რომ წაიკითხა. უამრავი ექსპერიმენტია და რა ხდება. ძალიან საინტერესო რამ ხდება.
მაგალითად ქრისტიანი ხდება ქრისტეს. მუსულმანი ხდება, ვიღაცა ყავს იქ თავისი აგენტი. ებრაელებს არ არის ლაპარაკი, ისინი არაფერს არ ხდებიან. ეს რა ქვია, ინდოელი ხდება თავისას და ასე შემდეგ. ხდებით ხალხო. ათეისტი სხვანაირად ხედავს, ის სხვანაირად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში რისკენაც შენ ხარ მიდრეკილი. იმას ქმნი და იმას ხვდები. მაგრამ ბოლომდე გასვლას ამით ვერ გაიგებ და რატო ვერ გაიგებ? იმიტომ რომ იქ გასული უკან არის დაბრუნებული და იმათი მონაყოლეა. დაბრუნებული რადგან არის, მან ბოლო ხაზები ვერ გაიარა. ეს 100%-იანია. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ტრანსით, საკმაოდ რთული გასაკეთებელია და იქ სხვა საფეხურებს ნახავ, რა თქმა უნდა. რა ხდება ძირითადში? მაინც ისევ საინტერესო. საქმე იმაში, აი 10-11%-ზე ვლაპარაკობ, რომლებიც უკვე არიან ადამიანები. და რომლებიც 100%-იანი რო გადავლენ, უკან აღარ დაბრუნდებიან დედამიწაზე და არც სურვილი ექნება და არასოდეს დაბრუნების, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ მართავენ თავიანთ ცნობიერებას და თვითონ არიან ასე. დანარჩენი ყველა თავისივე დადგმულ სცენარში თამაშობს. მეც არაფერს არ აკეთებს. ყველას გონია რომ ეს არ არის ეგრე. სინამდვილეში არ არის ეგრე. იმიტომ ამბობს ოლანდი. ბიძე ოლანდი ბერლიოს როუბნება. შემთხვევით არაფერი ხდება. თქვენ თავზე აგური არ დაგეცემეთ, თქვენ სხვა სიკვდილით მოკვდებით. მაგრამ რატო? ხომ შეიძლება იმ სიკვდილით არ მოკვდეს? იმიტომ რომ ბერლიოსი არ იყო ადამიანი, ისაც მკვდარი სული იყო. იმიტომ რომ მან დაწერა გარკვეული პროგრამა და ახლა იმ პროგრამით თამაშობს სანამ მოკვდება. და მიყვება იმ პროგრამას. გესმის? ანუ ჩვენ ქმნით ჩვენ რეალობას. და მარტო ეს არის რეალობა? არა. 75 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი მოსკოვში. გააკეთეს ჰიპერკუბი ფიზიკოსებმა სამმა, ერთმა გოგომ, ორმა ბიჭმა. გოგოს და ბიჭებს იმიტომ ამბობ, რომ ისინი მიახლოებით ჩემი ასაკის უნდა იყვნენ დღეს. ცოტა დიდები. ალბათ 75-80 წლის ასაკში. გააკეთეს ჰიპერკუბი სარკეების პრინციპით, ანუ კოზირევის მეთოდი გამოიყენეს. არ გაითვალისწინეს, რომ დრო და სივრცე წრფივია, როგორც აინშტაინი გვეუბნება. იმიტომ რომ ისინი ჭკვიანები იყვნენ და არ დაუჯერეს აინშტაინს. ხო და გავიდნენ პარალელურ სივრცეში. შეხვდნენ საკუთარ თავს. ერთი დარჩა იქით ამ მხარეს. ორი უკან დაბრუნდა გოგო და ბიჭი, შევარდა დაანგრია ლაბორატორია მთლიანად. და ორივე მოარი თქვა ფიზიკაზე სამუდამოდ. და თქვენ გონიათ ეს პირველი შემთხვევა იყო. ვინმე მიწის ჯორდანო ბრუნო რატო დაწვეს? არა, ბრუნავსო. წელი არ უთხია. არ უთხია, საქმე იმაშია, რომ ჯორდანო ბრუნო რო დაწვეს 16 წლით ადრე მანამდე უკვე აღიარებული იყო, რომ დედამიწა ბრუნავდა. და გჯერავთ, რომ მაგით დაწვეს? არა. ჯორდანო ბრუნოს მეხუთე წიგნი, ყველა წიგნი არსებობს დღეს. მე მაქვს. ტელეფონში რა თქმა უნდა, მაგრამ მაქვს. PDF ვერსიები რა. მეხუთე წიგნი ეხება პარალელურ სამყაროებს. და პარალელურ მეებს. ხდებით არ ვართ. მაინც ვერა, უნდა მივხვდეთ. პირველად მე როცა ეს გამოვცადე საკუთარ თავზე, ჩემთვის ეს წარმოუდგენელიც კი იყო. და რა თქმა უნდა დაჯერება გამიჭირდა. არ დაგავიწყეთ, ეს არის 78 წელი, მე ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი.
ოღონდ იმაზე კი არა ფილოლოგიურზე ან იურიდიულზე, არა, გამოყენებით მათემატიკაზე. და 19-ში ვაბარებულქა გეოფიზიკაზე და მერე გეოლოგიაზე. და ვარ პირველად როცა შეხება მომიწია მეორე მესთან ფიზიკურ დონეზე და მეს დაწერილი მაქვს. მაშინ პირველად ხმამაღლა რო ვთქვი, რა თქმა უნდა, წამიყვანეს მერვეში ასათიანზე ექსპერიმენტულ განყოფილებაში რომ გამოიკვლიათ ნორმალური ვიყავი თუ არა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნორმალური ვიყავი. და ამტკიცეს რომ ნორმალური ვიყავი და მე როგორც შემოქმედებითი პოტენციალი და რაღაცა ესეთები რა საკნის. საქმე იმაშია რომ ეს პარალელური სურცევი აქ არსებობს. თქვენ გიგონოთ სადმეა შრეების დონეზეა. უბრალოდ იქ მოხვედრე ესეიული არ არის. შინაგანი მზაობის გარეშე. და ვინც იქ ხვდება და უკან ბრუნდება ბევრს რაც ემართება თქვენ ნახეთავლიპას ვიდეოებში, უამრავი ესეთი ვიდეო არსებობს. ვიდეოები არ მაშინ ვიდეო კამერით, კინოკამერით იღებენ ამას 16 მმ-ით მახსოვს როგორ იღებენ. საქმე იმაშია რომ ამის ტექნოლოგიაც არსებობს. თქვენთვის აგასაიდუმლოა. ნამდვილ საიდუმლო ინსტიტუტებში, დახურულ ინსტიტუტებში სხვა ფიზიკას სწავლობენ. იმას არა. ცემში და იმაში, რა ქვია, ნასაში რო გიყვებიან ზღაპრებს. 4-5 დღის წინ მთელი ვიდეო იდო სამი დიდი ფიზიკოსი, რომლებმაც დიდი აფეთქების თეორია მოიგონეს და მანამდე სიმების თეორია და ცდილობდნენ აეხსნათ სიმების თეორია და დიდი აფეთქების თეორია. და დავწმუნდი რომ აბსოლუტურად არაფერი არ ესმოდათ. არცეც. ამ სამ უდიდეს ფიზიკოს, სამივეს ნობელის პრემია აქვს მიცემული. მე რა ტრამსაც მისცეს ხო? იჩუკ. მე რატომ ვყვები ამას ყველაფერს, რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია. საქმე იმაშია რომ ადამიანი როდესაც გადადის ამ სიცოცხლის ამ ნაწილიდან სიცოცხლის მეორე ნაწილზე მას ცილდება მატერია, მკვდარი მატერია. არის ესეთი თეორია. ეს არის უფრო ინდური თეორია და ამაზეც იყო ამას იმეთელი 2 საათიანი გადაცემა. სადაც თურმე 50 მატერია სამყაროში მატერიის გარეშე არაფერი არ არსებობს. იმასაც ჩვენ ეთერს ვეძახით ეს მატერიაა. იმას ჩვენ რასაც ტალღებს ვეძახით, სიხშირეებს ვეძახით ეს მატერიაა. ხდებით ხო? ჩვენ თვითონ მოძრაობთ მყარ მატერიაში, შიგნით. და ამის გააზრება არის ძალიან იოლი თუ სწორედ დაფიქრდებით. როგორ მოძრაობთ კი ბატონო? ავიღოთ ყველაზე მყარი მატერია რა არის დედამიწაზე თქვენი აზრით.